მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო ის ადამიანები, ყველა ვინც გასასასაში ნახართ პატიმრები განსაკუთრებით, მინდა მოვიკითხო უცხოეთში მყოფი ქართველი და ის ადამიანები, ვისაც რამდენ ადამიანს ამდენი პრობლემა გაქვს და ყველა სიხარული და ბედნიერება მინდა გისურვო და დღეს მამა ექვთიმე და ალექსანდრე აუცილებლად ეს რაღაც ყოფილი არიან ეს ადამიანები ცალცალკე ვერავის ვერ მოვიწევ აქედან ეს ულამაზესი ოჯახი ჩემთვის უძვირფასესი თან ბაბუადაშვილი და მამა დაგულოცეთ თუ შეიძლება დაგულოცოთ დიდი მადლობა ბატონო გიორგი მოწვევისათვის და მეც უერთდები თქვენს ბატონს და ყველა იმ ადამიანს მოვიკითხავ აქედან და ღმერთად ალოცოს თითოეული მათგანი მათი ოჯახები და ვისურვოთ რომ მალე დაბრუნებულიყვნენ ჩვენს სამშობლოში და ისეთი ყოფილიყო ჩვენ და პირველი აქედან წასვლა აღარის აღარ მოუნდეს და აქ გააგრძელონ საქმიანობა ეს არის თავარი. ყველაზე მთავარი რაც არის მართალი ბრძანდება და ალექსანდრე მადლობა რომ გვესტუმრე და ძალიან უყვარხავთ ხალხს. მეც მადლობა პირიქით მოწვევისთვის და მე ძალიან ვიყავსა რამდენჯერ იმას ვიქნი გადაცემაში ვთარდება ხოლმე რომ ნახულობა ერთჯერ ის იმდენად ვიხარია და აქედან მინდა ყველას მადლობა უთხრა ესეთი სიტყვისთვის. დიდი მადლობა შენ. მართლა ძალიან უყვარხარ ხალხს, ძალიან ბევრი ზოგი საპატიმრო დამწერ შენზე რაღაცა და ისე მიხარია ძალიან, რომ რაღაცნაირად სახი ხარ ჩვენი და იმ ადამიანებს ესე ახარებ, დიდი მადლობა რა ძალიან დეფიციტურია. სხვადასხვა აი თუ შეიძლება პირველივე შეიძლება კითხო ერთი წამი შეგეკითხები მართლა რომ როგორ უნდა გავახაროთ სხვა ადამიანი, რა არის ამისათვის საჭირო. აი რა ვიცი, რატო კითხე პირველი ეს არ ვიცი, მაგრამ პირიქით ადამიანი უნდა გაახარო რომ თანადგომით და არა მიტოვებით რომ რაღაცა გასაჭირში მიატო რა თქმა უნდა მკვეთრი უნდა ეთქი უნდა გაახარო და ესე უნდა ის ასე ვთქვა დაეხმარო ყველაფერში ასე უნდა იყო და რა თქმა უნდა ასოც უნდა უღალატო ეს არის ერთ-ერთი ისა რომ ადამიანი შეიძლება მე საუდომ დაკარგო ძალიან ინანო ეს შენი ღალატის გამო რა თქმა უნდა გახარებული იქნება რომ ესეთი ეთილი ადამიანი ისეთი სახით ყავს გვერდით და აუცილებლად იქნება მეტი და არ იქნება შეში რომ რამე ისე თუ გააკეთე რომ დავკარგავ რაღაცა და ვეღარ გემთობა შენ ასე ვთქვათ და მარტო რომ დარჩება მე ხო იმედოთ ანუ იმედი რო და შენი იმედი ხო იმედი იქნება მარტო ბრძანეთ იმედი იქნება შენ იმისთვის და როცა გასაჭირი იქნება არ დაფიქრდება ის კითხოს და კითხოს ვინც იმედი იქნება ასე ვთქვა. ძალიან მაგარია. დიდი მადლობა, მართლა ძალიან დიდი მადლობა. კი, დაგიბრუნდები, ბევრ რაღაცას კითხა, უბრალოდ მამას უნდა ვკითხოთ, ეხა აუცილებლად მამო, ადამიანებს დღეს აი ბოლოდროინდელი ადამიანი ცოტა შეიცვალა და თქვენ რა პრობლემებს წამოწედით, ის რას უფრო ხედავთ და რას ამჩნევთ? კი, მართალი ბრძანებით და საკმაოდ ესეთი მტკივნეული ალბათ საკითხად შევეხეთ ბატონო გიორგი, იმიტომ რომ დღეს ყველაზე მეტად რაც შეიგრძნობა, ეს არის რაღაცა ერთმანეთს მიმართ რაღაცა გაციება ადამიანების უსიყვარულობა, უპატივცემლობა. აი თითქოს აი როგორც კი ნახავენ ადამიანს აი სულიერ ცხოვრებაში რაღაცა წაიბორცი გადაუშვათ წაიჩოქა სიტყვაზე ხო? და იმის ნაცვლად რომ მივიდეთ ხელი შევაშველო წამოვაყენო და ვანუგეშოთ ხო რატომღაც თითქოს ყველა ცდილობს აი რაღაცნაირად აი მას ეს დაუმატოს და პირიქით მოექცეს და ეს ძალიან ცუდი არის. აი ამიტომ ეს შური, სიძულვილი ხო უყურებთ რა ხდება ზოგადად სოფლიოში ახლა მით უმეტეს უფრო მეტი სიფრთხილე გუმართებს აი მოზარდთაობასთან მიმართებაშიც ხო ახლა როგორც გაჟღერდა ახლა ეს შეიძლება ჩვენ ქვეყანაში ეს არ ხდება და ამის ასე თუ ისე დაცულები ვართ ახლა მე გულისხმობ აი არასწორთა დაცვის შესახებ კანონმდებლობას მიიღეთ ჩვენთან ხო ასე თუ დაცულები არიან ჩვენ მაგრამ რაც ხდება ზოგადად სოფლიოში ჩვენ უყურებთ ესაც ხო ჩვენი ტკივილია შეიძლება ჩვენი შვილი არ არის მაგრამ მომავალი თაობა რა თქმა უნდა ყველა იმიტომ ქრისტიანობას რომ მოყვას სიყვარულში გამოიხატება ხო და ზრუნველობაში
და ახლა რასაც აპირებენ ევროპაში რომ გაამარტივონ მოზარდებში ეს სქესის შეცვლის ოპერაციების რაღაცა პროცედურები ეს საშინელება ამთლად რა ვიცი ახლა ეს არის მათი სულიერი განადგურება ამ თაობის და მით უმეტეს უკვე ხედავთ რომ აი ამ გარკვეულმა პერიოდმა როდესაც წავიდა პროპაგანდა ამ საშინელი მძიმეს წოდებისა უკვე შედეგები გამოიღო ხო ამ 20-30 წლის განმავლობაში ნახულობთ რომ რა საშინელ მდგომარეობაშია ეს ადამიანები და ფაქტობრივად თითქოს რაღაცა ცდების დონეზე დაიყვანეს ეს ბავშვები რომ ცდებს ატარებენ მას ესეთი რჩება ადამიანს და ახლა უნდა შევთხოვოთ უფალს რომ ჩვენ ლოცვით ჩვენი ვედრებით რაღაცნაირად მათ შევეციოთ და ალბათ ხალხმაც უნდა ამოიღოს ხმა იმიტომ რომ სახედავს მშობლებს წარმოიდგინეს რომ ზარვენარს არ იკითხება და მათ შვილს ახლა არასწორად ცირაწლოვანი ის ხო ვერაცნობიერებს ასაკეთებს იმის არ არის მის ბოლო ჩამოყალიბებული ფსიქოლოგიურად არ შეუულია განსაზღვროს არ არის მისთვის კარგი ან ცუდი და როცა ესე მდგომარეობაში მყავს ასეთი ბავშვი ესე ეხები შენ და გაუაზრებლად რაღაც გაკეთებინებ ეს საშინელებაა და ეს არის მტრობა და სიძულე ალბათ კაცობის ისტორიას რა არ ახსოვს ხო ყველაფერი უბედურება მოწამეობა საშინელება აი რომის იმპერიაში გარყვნილება ყველა სახის მაგრამ გავსი რაღაცაა ესეთ მოზარდებს შეხედავენ მე მგონი არა ეს ხოლმე საშინელება კიდე ზოგადად ჩვენთანაც ახლა ამას თავიდანვე აი იცის დავიწყეთ რომ მართლაც აი მე მიგვირს ხოლმე რომ ჩვენს ქვეყანაში რომ დავუბრუნდეთ ახლა აი პატარა ერში საიდან ამდენი ერთმანეთსადმი გაუტანლობა ეს სიძულვი ეს შური არ ვიცი მართლაც საკვირველია რა იმიტომ რომ პირიქით უნდა იყოს ხო ახლა ამ დროს ერთმანეთს ვეჯიბრებით რაღაცა ვითომ რაღაცა ვაჟკაცობაში ვითომ სამშობლოს სიყვარულში ვითომ აგე ღმერთის წამს მაგრამ სინამდვილეში სულ საწინააღმდეგო სულაც ვხედავთ ღრო და უფრო და ამიტომ მადლობა ღმერთს რომ ალბათ ეს ყველაფერი დადგება და ჩადგება თავის კალაპოტში იცის ხოლმე ხო ესეთი ქარიშხლები და შემდეგ რა თქმა უნდა ახლა მით უმეტეს როგორც გაჟღერდა ახლა რელიგიური საათები ბრუნდება ხო სკოლებში და ალბათ კარგიც იქნება ალბათ კი კარგი იქნება იმიტომ რომ ბავშვი რომელიც აღიზრდება აი მართლმადიდებლური აი ამ სწავლებით ახლა ღმერთი რა ჩვენი ქრისტეს სიყვარულის ღმერთი ხო სიყვარულს გადაგებს და თუ ახლა მაგალითად სიტყვაზე 10 ბავშვიდან ცოტა 8 სხვანაირად ფიქრობს პირიქით იქნება ხო შეიძლება აი 8 იყოს მორწმუნე თავშეკავებას გამოიჩინოს როგორი მეტემენ ერთმანეთს ნახეთ ვეარ გავა რაღაცა არ მოხდეს ხო ამ სხეულის დაზიანება მკვლელობაა და არაფრის გამო თითქმის რა აი რაღაცა რომ შენიშვნა მიცე ვიღაცა შეიძლება ამ დროს სახში მშვიდობით ვერ დაბრუნდეს ადამიანი ხო ამიტომ მადლობა უნდა შეთხოვოთ უფალს რომ ჩვენ რაღაცნაირად ყველა ამას მოხედოს და გაუნათოს გული გონება და ადამიანებს თუ არ გააცნობიერებს რა არის ამ ქვეყანაზე მთავარი რითიც უნდა ცხოვრობდეს რაც უნდა აკეთებდეს ხო რა თქმა უნდა ესაც არის ალბათ ამის ერთ-ერთი გამოწვეული მიზეზი და როდესაც ადამიანი მიხვდება რომ მთავარი მიწერი აქ არაფერი არის არც ფული არც ქონება არც გავლენები არც თანამდებობა არავის არაფერი არ შეერჩება ხო ვებშოც აიღებს იქ ქვეყანას ერთადერთი რასაც წავიღოთ ეს არის ასიკეთები რასაც დავეხმარებით და მოყვას გვერდში და ვუდგებით ვანუ გეშევთ თუ რაღაცაში თუ არ შეგვიძლია სიტყვაზე მატერიალურად სიტყვით მაინც შევეწევით ხო და სიტყვით ლოცვი რა თქმა უნდა ლოცვით შეიძლება სანუ ჩაიკეტო შენთვის ილოცო და შეთხოვ უფალს რომ ეს ადამიანს მოხედოს და დაუშვათ და თავისი მოწყალე თვალი და რა თქმა უნდა უფალს ხო ხედავს ჩვენ შინაგან ხარისას და არ არსებობს რომ ის ლოცვა თუ რწმენით და რა თქმა უნდა უფლის იმედით ხდება ის უშედეგოდ არ გაივლის და ყველა ადამიანს უფალი შეეწევა და მოხედავს. ძალიან დიდი მადლობა და მამაო თუ შეიძლება ეს წმენა როგორ უნდა გავაძლიეროთ იმ დონეზე რომ აი იქამდე მივიდეთ რომ ერთმანეთ იმიტომ რომ აი რაღაცა ეს გამეტება და რაღაცა რომ ისწავლა ადამიანმა ჩვენ ესე იგი ჩვენთვის მნიშვნელოვანი მეორე ადამიანი არ არის მამაო ეს არა მარტო ერში არის აი ყველგან თითქმის მოდებული რაღაც სიმსიმესავით მოედო მთლიან საქართველოსაც და სოფლიოსაც ჩვენთან ყველაზე ნაკლებად არის მაგრამ ძალიან მაგრა ჩანს იმიტომ რომ რაოდენობით ცოტა ვართ მამაო და ამბიციური ხალხი ვარ და რაღაცნაირად აი შენი ამბიცია რომ დაიკმაყოფინო შეიძლება სხვის ხარჯზე აუცილებლად უნდა გააკეთო ეს და რატო აი ამაში ზუსტად ბატონო გიორგი წინასწარ ვთქვი რომ
რატომღაც რამდენგომარობაშიც ვართ, ხშირად ამას ვერ ვიაზრებთ რა არის ჩვენი მისია, ჩვენი მოვალეობა, რას უნდა ქრისტიანი კი ბატონო, ყველა 80% საქართველოში ამბობს ღმერთის წამს და ქრისტიანია, ხო? და სადღესულოს ამბობენ და ესე იგი ეკლესიის, ლოცავენ პატრიოტები, მაგრამ იქცევენ სხვანაირად, ხო? ამიტომ ისევ და ისევ რა თქმა უნდა ეს ამ კითხვაზე პასუხის ადამიანი იყო ისე დედაეკლესიის წინაშე როცა მივა როცა ჯერ საკუთარ თავს ჩაუკვირდება იმიტომ რომ თავარი არსი რომ უნდა მივახციოთ იმას რომ ჩვენ დავინახოთ რეალობაში ვინ ვარ ჩვენ და რომ არავინ არავისზე მეტი არ არის ხო დაუშვათ ხო და პირიქით უნდა დაიმდაბლო თავის ხვის წინაშე და თავარი რა არის მორჩილება და თავდაბლობა ეს მორჩილება უნდა მიიღო ის ასუფალი გვასწავლის და თუ ამას ადამიანი არ დაემორჩილა, ხო, რა თქმა უნდა, ის სწორედ აი რასაც ვამბობთ, უბრალოდ აი მგზის წავა. იმიტომ რომ ხშირად რამდენი ეკლესიაში დადის წლებია, ხო, შეიძლება 10 წლეულები იყოს, 20-30 წელი, მაგრამ არაფერი შეიცვალოს, პირიქით. ხო, მამა, თან აი როცა ეკლესიური ხარ და ის ხვისი თუნდაც ეს მოწინააღმდეგე იქნება, მხარი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. მისი ტკივილი არ გაწუხებს, თუნდაც უგუნური იყოს, თუნდაც რაღაცა პრობლემაში იყოს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ეხლა თუ ცუდად არის ვიღაც ადამიანი, თუნდაც მოწინააღმდეგე მტერი იყოს, ეს შენ უნდა შეგეხოს, რა ფიქრობ და როგორ უნდა შეგვეხოს, მამო, იმიტომ აი ჩვენთან ხო, ამ ეხლა აი პარალელურ გავლობთ, მიწერს ხრობაში როგორ უცევთ, ხო, აი გავიგეთ მაგალითად ვინმე ჩვენი შეიძლება არც ისო სიტყვაზე ვიძახი, აი ან სოციალურ ქსელიდან, ან ტელევიზიიდან, ან პრესიდან, რომ დავუშვათ ამ უძიმეს მდგომარეობაში არის. ადამიანად ხო გეცოდება ეს, არ არსებობს თუ ეხლა ადამიანი რაღაცა გულქო არ არის და ეს ხო არ არსებობს არ შეგეცოს აი უცხო ადამიანს კი და აი შეიძლება მართლა იმისთვის ახვიდე რაღაცა დაეხმარო ან მატერიალურად უშოთ ან ნუ ჩაილოცო და შეთხო უფალს ამ მისი მოახსენებინა გვეთაში და რაც ასე უდესი ძალიში ის არის ხო მქონე მაგრამ აი სულიერ ცხოვრებაში პირიქით არის ამას ჩვენ აი წეგანს ვთქვი რა ერთი თუ რა ჩასაფრებულები ვართ რომ აი როგორც კი ასაფეხი წაუწება რომ აი იმას ნაცვლად აი ჩვენ ასე იმას გვერდში დავუდგეთ იმიტომ რომ თავარი ქრისტიანობაში რა არის მოყვას სიყვარული ხა მოყვას ეხლა მშობელი დედმამიშვილი შვილი და ახლნაცა ვისაც ვიყვარს და ეს ამაში არაფერი არ უცხო და ეს ბუნებრივია მაგრამ აი მე რო შევიყარე იმ ადამიანს ვინც დაუშვათ არ ვიცი ვინ აი ქუჩაში რო გაივლი სიტყვაზე ხო ჩემი არის ადამიანი ხო და აი იმას უნდა დაუდგე გვერდში იმას უნდა მაქსიმალურად რაც შემიძლია უნდა დავეხმაროთ ხო წამოვაყენოთ აი ქართველებს როდესაც ქართული ტრადიცია ეს თუ მარტო მოყვარეობა და უცხოთ შემწყარდებულობა ხო საიდანაც უფლისმცნებებიდან რა იმიტომ რომ თუ კი საკუთარ თავზე ვიზრუნებ და საკუთარ ოჯახზე და მხოლოდ და ნაცავს ეს ეგოიზმია და ამას ცოტა შორს არის ქრისტიანობიდან ხო ამიტომ და სწორედ ბრძანა თქვენს რომ ადამიანს უფრო მეტად უნდა გვეცოდებოს რაც დაცემული ღმერთს ყველაზე მეტად უყვარს ცოდი უძიმეს ცოდი რატო რომ ცდილობს ის ადამიანი იქიდან გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან და ბოლომდე აცდის ხო აი ხშირად გვესმის ხოლმე რომ აი ახალგაზრდა რო გარდაიცვლება ხო აი გაიყვანა ღმერთმაო და აგერო მოხუც რომელიც თავის ცხოვრება ურწმუნოებაში ტყვაზე ვიძახი და არა სუდი ავტორიტეტი სარგებლობს ის ცოცხალია და იმას ღმერთი ბოლომდე აცდის ხო შეიძლება აი მეასეწეს თუ არა გას 80 რაღაცა გაახსენეს გაუნათეს გონება და რამდენიმე შემთხვევა ყოფილა ძალიან ბევრი შემთხვევებია ესეთი რომ ბოლოს როცა დაუშვათ რა განსაცდელის ზავს ადამიანი მოსულა გონებას და უხთავს ახსარება და მოუნანიებია და ეხლა ეს უნდა ვთქვათ უფალსაც რომ აი მივიდეს ადამიანი მასთან და როგორ მივიდეს და უამრავ საშუალება გქონს ხო შეიძლება ეს განსაცდელი იყოს შეიძლება ეს თავარია ჩვენ აი არ ჩავარდეთ უიმედობაში და ეს არის ყველაზე სასაშინელი მდგომარეობა და ეცენს იმიტომ ვთქვი რომ ჩვენ გვეცოდება რა არის ქრისტიანობა და ჩვენი მოვალეობა ჩვენ ვალდებულები ვართ εμάς მე ვალდებული ვარ თქვენ დაგეხმართ სიტყვაზე ხო ურთიერთის გვაკავშირეს ადამიანს ერთმანეთს ურთიერთ ვალდებულებები და როცა ეს გვეცოდინება ხო აი მე როგორ სხვანაირად იმიტომ ადრეულ ქრისტიანებს ძალიან კარგად ესმოდა გიორგი ხო ნახეთ როგორ მიდიოდნენ გვერდში ედგნენ ეკლესიასაც მოყვასაც თავს წირავდნენ მოყვასისათვის ხო რამდენი აი გრიგოლ ფერაძეს ხვის ნაცვლად შევიდა თავი გაწირა საერთოდ არ უკითხავს როგორი ახსენების ვინ იყო რა იყო და ესეთი ის და რამდენი ყოფილა რომ ეკლესია აი მათ შორის სხვა კამას შეეხეთ ახლა სხვა აფსარებულსაც ინახავდა ყოველთვის და პატივცემდა და იმიტომ ისაც ადამიანია ისაც ღვთის შვილია და დღეს კი ბატონო შეიძლება ასეთი ვაში რა ხარ შეიძლება ჩვენზე კაი ქრისტიანი გახდეს ის თან მამო ამით ეხა კარგად რო იქცევი შეიძლება ბევრს აი რაღაცნაირად ის გზნობა უჩდება რომ მე რაღაცათ შენი აი ვალდებულება კი რაღაცნაირად თulis რომ აი ეს ხო აი ეს არ უნდა
ესე არ უნდა გათელოს და მე რაღაცნაირად შენიანად ყალიბდება უფრო და თუ შეგინდა რომ მოაბრუნო აი ამ იმით რა ქვია როზგი და იმით ვერ მოაბრუნებ შეიძლება პირიქით გააფუჭო სიყვარულით ისე თავდაბლობით და ყველაფერი ახლა ამიტომ არის ამიტომ უნივერსალური ჩვენი ქრისტიანობა რომ ყველა მეთოდია ხო რომ ყველა იმას შეიძლება ადამიანი იმართო და მართლაც მტერი რო იყოს როგორც წინ თქვენ ხო აი მტერი შემოაბრუნდა გახდეს მოყვასი ამიტომ თუ ეკლესიაში არ მივედი თუ ეკლესიაში აი მოძრაობას არ ჩაურმა და ადამიანი არ გაითავისა და არ გაიაზრეს და არ გაატარა თავის ცხოვრებაში ხო რა თქმა უნდა ის ვერ მიხვდება და ის დარჩება მარტო სახელით ქრისტიანი ხო და საქმეებით კი ცოტა სამწუხაროდ არის წინას ვთქვით რომ არის ხოლმე ზოგი ქრისტიანს ნიგავს მოიგებს გარეგულად ცხოვრობს პატიოსნად დადის ეკლესიის წინვას არ არჩევს მაგრამ შინაგანაც სხვა ადამიანია და აი შემოდის ეკლესიაში მაგალითად ხო ადამიანი იქ თითქოს ისმის დგას რაღაცას იღებს კიდევაც აი ახლა გუში საღარიბო იკითხებოდა თესვარით მარცვალს თესა და იღებს ამ სიხარულით რაღაც როგორც კი გავა ისე უბრუნება იმ ძველ კაცს ძველ ადამიანს და ფაქტობრივად არაფერი არ ეცვლება მასში ხო და რატო რაღაცა უგულისხმობის გამო ან იმის გამო რომ მიჯაჭვულია ამ ცხოვრების რაღაც მატერიალური იმაზე რაღაცა სამყაროზე თან მამო არის ბევრს ხო აი ეს არის მთავარი პრობლემა კი არის და არც უნდათ აი რამჯერს ვეუბნებით ხოლმე ხან ვეუბნებით კურთხევას რომ მოდი იქნება ეს წიგნი წაიგით ხო აი ეს მოძრაობა იმიტომ რომ როცა ადამიანს რაღაცა გიჭირს ხო სიტყვა სულიერად რა 1000 ბრძოლები აქვს ხო ადამიანს ახლა გინა აზრობრივად გინა ისედაც საშინელაზე მოგივიდეს 1000 ნება შემოდის ხო და ვეუბნებით რომ რაც გიჭირს მოდი ამ კუთხით რა აი გავეცნოთ მამათა სწავლები რას გვეუბნები რას გირჩევენ იმათო ხო ეს გაიარის ეს გზა წმენდება ხო დარხენილი ვინმე იყო ახლა ქრისტიანობის გამო აწამებდნენ ადამიანს ქრისტიანი იყავდა და ამით სოციალს ართმევდნენ ხო ამხელა ეს არის მოწამეების თელი არმია ხო და ამისიც არ უნდათ ეტყვი წაიკითხა არ წა რატო იმიტომ რომ გეზარება არ ახარ დაინტერესებული არ ინდომებს ადამიანი რომ უფრო მეტად იფიქროს საგსულის გადარჩენას და რაც არის მთავარი იმიტომ უფალი სამოსყობიანობა სახარებაში მთავარი ეძებდა სასუპერო სათას დაშენ ყველაფერი მოგეცემათო თქვენ და ეს არის მთავარი ოიცით მომო რაღაცნაირად აი როგორც ისე დაანაწევრა ბოროტმა და აი თან ქრისტიანული ცნობიერებაც ისე შეიცვალა რომ აი ხშირად არის ხოლმე ვიღაცისადმე შეიძლება გული გეტკინოს რომ ვიღაცა აი სიტყვა ნებისმიერი პატიმარი იქნება ეს რაღაცა მართლა გულით რომ მოიკითხო და რაღაცა და იმდენად ფიქრობ რომ აი ხალხი ვერ გაიგებს ამიტომ არ ვეხევი ხოლმე ამ თემებს აი ხშირად არის ხოლმე რომ აი სიტყვა როგორ არ უნდა შეგეცოდეს თუ შეცდა ადამიანი აი ცდება მაგალითად ნებისმიერი იქნება ეს არ პოლიტიკურად იქნება თუ რანაირადაც არ უნდა იყოს შემცდარი ადამიანი ხო ეს ადამიანი მაგალითად ცდება და შენ რო სიტყვაზე რაღაცა გულთან მიიტანო და შენზე იმოქმედოს იმიტომ რომ შემცდარი და გაუბედურებული ადამიანი ცოდოა ხო ამ შემთხვევაში მე რო ეს ვთქვა ვერ ვამბობ იმიტომ რომ აი საზოგადოება ჩემს ირგვლივ ვინც არ ხო ჩემს ირგვლივ ხო სულ ქრისტიანები არიან ну უმეტესობა მაგრამ ეგენიც კი ვერ გამიგებენ მამაო და ამიტომ შეიძლება აი წარმოიდგინეთ ეხლა აი მე ახსნა განმარტება მოგიწევს ამის რომ აიცი რატო შემეცოდა იმიტომ რომ აი ამას არ ესმის და ვის მხარეს არიან რაღაცა ის სიტყვა რატო უბრალოდ პიროვნება მეცოდება რომელიც აი თუ თვლი რომ არ არის მართალი რაღაც სიბნელეში რო იმყოფება. აი ამის ღია დაფიქსირება მამაო. უნდა ის ხონა გამოიყონა მდგომარეობიდან და ეს არის სწორედ ახლა კიდე რომ ექიმი ვჭირდება ხო? დაავადებულ ადამიანს არა? იმ ჯანმრთელს არ ჭირდება ახლა როცა ადამიანი არაფერს არ აშავებს, აგერ პატიოსად ცხოვრობს, იგი იმასაც გარკვეულწილად ჭირდება ერთგვარ ნუგეში, მაგრამ სადის რომ როგორც თქვენ ამბობთ ახლა ზოგი მალაც თავისი რაღაცა ახალგაზრდული ასაკის ან სხვა რაღაცა მიზეზით მოხვდა იქ და ახლა ვინ არის დაზღვეულ რომ მდგომარეობაში თუ იმაზე იმაში არ აღმოჩნდეს ხალხი ხო? თან რატომ მოხდენ იცით მამო? არა ინფორმირებულობის გამო მამო. ინფორმირებული არ არის ადამიანი რა სიტყოს ერთი იცის მაგრამ შემდგომში რაც მოხდება ეს რომ ვერ უშველის ამ სიტუაციას ეგ არ ესმის მამო. აი ეს არის ხო იმიტომ რომ იმ მომენტში როცა ადამიანი რაღაცას აშავებს თუნდაც სამსულიერო რო რაღაც რო წოდავს ხო იმ მომენტში ის ხო ვერ იაზრებს რომ ასაკეთებს. ზუსტად. იმიტომ რომ ახლა რატო უფალი რატო ესე იგი ჯვარცმული უფალი რატო ესე იგი თხოვს თავის ღმერთს ხო არ იცი რა საკეთებენ. აი მართლა ეს ხშირად ადამიანი რაღაცა ისეთ იმას იჩენს თითქოს აი რაღაცა ესეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა აი უგუნურობაში რაღაც იმ მომენტში რა იმიტომ ვერ იაზრებს რომ რო იაზრებს ახლა აი მე რო ვიცი რომ სიტყვაზე რომ
ადამიანი იმას უიაზრებს, აი მე ჩემი სიტყვით შეიძლება იმის ვატკინო გული, რომ შეიძლება ჯობდეს უფრო რაღაცა ფიზიკურად დააზიანო, ვიდრე სიტყვით გული ატკინო, ხო? როგორც მახვილი ხანდახან ესე არის ეს სიტყვა, შეიძლება უთხრა ადამიანს, რომ მთელი ცხოვრება ის ხო ვერ გამოუჩება, ხო, ჩარჩეს და ამას ადამიანს ამას ხარ გააკეთებდა. ხო და ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ნიშანი, რომ ჩვენ ძალიან სუსტები ვართ ადამიანები. ამიტომ გვჭირდება სწორედ აი დედა ეკლესიაში მივლ ამის გვჭირდება უფლის შემწეობა, იმიტომ რომ ყოველი კაცი სულ არის რას ნიშნავს ეს ახლა როცა დაეცავ ადამიანები წმინდა იოანე ხორბელი ბრძანებს ცოდი დაცემის შემდეგ ადამიანს აღარ შეუძლია განსაზღვროს მისთვის რა არის კარგი და რა არის ცუდი. შეიძლება მე რასაც ვითხოვ, ან რასაც თუნდაც უპასუხო, აი თუნდაც ლოცვით ხო მიმართავ. შეიძლება ის ჩემთვის პირიქით საზიანო იყოს. და რაც პირიქით და უფალზე კარგად არავინ არ იცის ამა თუ იმ ადამიანს საჭირდება, ხო? ზოგს ცოტა ესე იგი რაღაცა დაყოვნებაში ამა თუ იმ ცოტა შატოვის რომ რაც უფრო ზოგი დაავადება ადვილად იკურნება, ზოგის რაღაცა პერიოდი ჭირდება. ხო და ასე ამ სულ ცხოვრებაში და მთავარია ჩვენ ისე იმას გავიმეორო, გავიაზროთ ჩვენ, როცა ეს გვეცოდინება, ხო, რა თქმა უნდა, პირიქით როცა ადამიანს გულის ტკივილით გაუზრებთ თქვენ და რაღაცა ხო ვინმე კი არ უნდა გისაყვედროს აქ იმას როგორ იკითხავ ან რატომ მოიკითხე ან ესეთი ადამიანია შეიძლება სიტყვაზე მკვლელია შეიძლება რაღაცა საშინელებაში ჩავარ და მოხდა ეს ადამიანი მაგრამ ავაზაკი ვინ იყო ავაზაკი მთელი ცხოვრება ავაზაკობდა მაგრამ არის სასუფეველში მაშია რატო იმ ჯვარცმულ მაცხოვარში რომელიც ყველა მიატოვა მოციქულებმა წაგე პეტრე წმენდა ეს ფიცით სამჯერ ვარო ხო ეს მაცხოვარი და იქ რამდენი იონე ღვთისმეტყველი და ჩაიქდა დედა ღვთისმშობელი და ეს მეასასწრებ დედები ყველა მიატოვა ჯვარცმული მაცხოვარი და აი ეს შეურაცხყოფილი ესეთი აი ეს ნაწამები აი ეს ჯვარზე გაკრული შეეცნო მას ჭეშმარიტობებს და ყველა შეასწროს ამ ოთხეში აი ეს შეუძლია ხო მონანურ სინადურს და ჭეშმარიტ აღსარებულობას და წმენას ხო და ამიტომ ეს მაგალითები იმიტომ რომ ჩვენ ამით ეს ჩვენს განუგეშებს და სტიმულსაც გვაძლევს და მაგალითია რომ ჩვენ როგორ ესე ვიცეოდეთ აი ჩვენ იგივე მოყვას ის მიმართ და ყველა იმ ადამიანს მე ვიც ესეთ განსაკუთრებულად და ესე უძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. ხო, მამა, იმიტომ რომ აი ჩვენ ყველანი ერთი დრო მოვა და ერთ ხუთში ჩავიღრებთ. ერთი ეპოქის გარდაცვლილები ვიქნებით და ერთი ეპოქის სასაფლაოს კვიდრნი ვიქნებით. ერთი გვერდი ვიქნებით და ამ დროს რა გავაკეთეთ? დავიბადეთ, ერთმანეთი დავჭამეთ და მე ჩავეყარეთ მოვკვდით და არაფერი ისტორია რა სიტყვის, ვის უყვარდა, ვის იმას, ამას ვერავინ არაფერს ვერ იტყვის. მარტო იტყვის იმას, როგორ დავჭამეთ ერთმანეთი და ესე წარმოგიდგენთ რა ცოტა ვართ და რამდენი პრობლემა არის და როგორ შეიძლება რომ აი ამ ჩვენ პირად ეგოიზმზე ზემოთ დავდგეთ და აი მაგალითად აი მამაო რაღაც პრობლემაა საქართველოში ხო დაიარეს დალოცილო აი რა თუნდა იმას აი რაღაცნაირად კიდე პრობლემის დამატება იმ ადამიანებს აი უბრალოდ აი შე რატოდ გეხარ კითხე სიტყვაზე აი აპროტესტებ რაღაც ან არ აპროტესტებ რაღაცა სიტყვაზე ან გშია რატო გშია დაიარე და ამ იმაზე კითხვები ამოიწერე და მე ამის მიხედვით იმასკენ აი ნამდვილი მართველი აკეთებს ამას მამაო რომ ითვალისწინებს ხვების იმას და ჩვენთან არ არის მამაო ეგრე არ არის აი სამწუხაროდ აი მე ვარ მშობელი და მე მინდა ესე და უბრალოდ ის არის რა ქვია ამ იმას არ გადადიხარ და ესე არ არის არ შეიძლება იმიტომ რომ ის მე კნინდება და მე ყველაზე მაგარი რა არის მაგრამ ბოროტდება და ის რო იზდება ის სხვას ამცი აი იმიტომ ეს ნამდვილად რო იგივე მარტო ოჯახებში დაიწყო ეს თუ შესამჩნევი შვილებსა და მშობლებს შორის მოხდა ფაქტურად ამბოხება ხდება ხო ზოგან აღარ მორჩილებაზე საუბარზე მეტიც კი არის ახლა ისი აუჯანყდა შვილი მშობელს მშობელი შვილს ნათესავი და დედმამიშვილებში აი რაღაცის გამოა თუნდაც ეს მატერიალური ერთმანეთს როგორ ჭამენ გიორგი არინდობენ არაფერს ხო და ეს არის ძალიან ის რაც ოხრა დარჩება იმიტომ რომ წენას თქვით რომ რა უნდა წაიღო იქ არა გარდა სიკეთისა სხვას ვერაფერს ვერ წაიღებ ხო და იმიტომ რომ იქ რომ თქვენთვის არის ყველას რომ მოგვიწოს იქ წარდგომა და პასუხის გაცემა ამაზე ხო მოგთხოვს პასუხს ეს ცხოვრობ რატო იქცევთ რა პასუხი უნდა გქონდეთ ვერაფერი მართალი ბრძანდები. შენ რო ესე გჯერა შედალოცილო. მე, კაი, სიტყვაზე მეუნები რომ ვწდები. აი სხვანაირად დამანახიან რაღაცა მე ხო უნდა ვნახო შენში მეგობარი რომ გავიგო მე როგორ ვწდები, ხო და აქ არ არის მეგობრობა, რაღაცნაირად აი ერთმანეთის სულ დაჩაგვრაზე არის და
ძალიან ცუდია, იმიტომ რომ იმდენად ცოტა ვართ და რაღაცნაირად აი აქამდე როგორ მოვიტანე. მასაც ხომ მნიშვნელობა კი როგორ ნახე ადამიანი დაუშვათ ესეთ მდგომარეობაში ახლა კი არ უნდა ლანძღოთ რომ აი პავლე მოციქულე ფორმულას ამბობს ხო ესე იგი ამხილე შერისხედა და მოეფერეო რა ესე იგი უნდა უთხრა და ის კი იმას კი არ გეუბნება რომ შენ აი გამოდი და ქუჩაში ლანძღე და შენ აგე საქვეყნო თავი მოჭერი და საგრაფია საბოლოოდ სულიერადაც მოკრა ადამიანი ხო თან ყველაზე მაგარი რა არის მამა ხშირად აი საქართველოში ეგრე ხდება ხოლმე რომ ანუ როგორ მოდიან იცით რომ იმას კი არ გეუნებიან და აკეთებენ რომ თვითონ კარგები არიან უბრალოდ გეუნებიან რომ ნახე ის რა ცუდია ის რო ცუდია შენ ეს ხო არ გაკარგებს შენ ახარ ეგ მითხარი თუ რა თავი სამხელენ ფაქტიურად ისო ცუდია შენ ახლა შენ როგორი ხარ წავთქვი რომ თავი რა არის სხვას არ სხვაზე აღმატებლად არ წარმოვიდგინე არ ვთქო კი ბატონო შეიძლება რაღაცას წარმოადგენ სიტყვაზე და თანამდებობაზე ხარ დაუშვათ ფული გაქვს რაღაც გავლენები გაქვს მაგრამ არავის მეტი ეს ყველაფერი არის წამიერი აი იგივე სახარების ლიგას მოვიყვან ეს რა დიდას რომ მოუვა რა საქმეა მოსავალ და ვერტებს ბეღელში რა და ფიქრობს რომ მოდი ამას დავარგო ახალ სავაშენებ და მთელი განსხვავებაში და უფალეს სიტყვის რომ ამავე გამსო ამგვართ სულსო და მე რას ვიზდარჩება ეგო ამას ვერ ფიქრდებიან რომ აი მალა სიტყვი რა თქლავენ ადამიანს რა და ხო შეიძლება რომ აი კი ბატონო ჯე და თუ კი ადამიანი მიხვდება რომ სხვაზე არაფერს დაღმატებული არ არის სხვას აღარ გამიგითხავს იმიტომ რომ შეეცოდება პირიქით მივა მოეფერება და ეტყვისო კი ბატონო შენ ეს შეცდომა დაუშვი ეს არ უნდა გააკეთებინა მაგრამ მაგე იმას კი ანუ იმედი კი არ უნდა გადაუწრო უნდა უთხრა რომ ღმერთი მოწყალი არის აგე წამოდეხი აგე ხელი მოკიდე წამოაყენე მიიყვანე რაც შენი ესე მოყვას მოვლება მოიხადე ხო ის არის კიდე უფალო ბრძანებს იგავს მოვიყო კიდე ნაცემს რო ნახავს ეს აქვია სამარტელი რო ნაცემ და ისო დელი ჩამოველეს გაივლის არ შეხედავს თავის მოძვე და ბოლოს ვინ სხვა უცხოტომელი მიხედავს დაბანს და უპატრონებს ხო ბოლომდე და აი ეს არის თო ჭეშმარიტი სიყვარული მოყვასი და გვერდში თანადგომა ხო აი მამა როცა ეხება აი ამ ხალხს რა მინდა რომ აუხსნა რომ როცა პიროვნებას ეხება აი ადამიანს ეხება ხო იქ შენი პირადი რაღაცა ამბიცია რაღაცა დღეები რაღაცის უნდა გადადო და უნდა იყოს თავარი პიროვნება იმიტომ რომ მამა იმას თუ მიაყენე შეურაცხყოფა შენი ჯინი გაიტანე აი იმის იქით მე თუ ადამიანი დამცირე იცით რატო რომ ღვთისათვის ყველაზე ძვირფასი რაც არის ამაზე თუ გადაიარე ну არ ვიცი მე დანარჩენი ხარ რა უნდა გაკეთდეს ისეთი საქმე ხო რა თქმა უნდა ეს არის რა ვიცი ახლა გაუგონარი რამე ახლა ამ დროს უფალას გვეუბნება მოყვასი კი არა პერი იყვარდო თქვენიო და იმას ვაკურდო ესე იგი ლოცავდო და დალოცეთო და იმათ ხო და ახლა წარმოვიდგინეთ ჩვენ ამას მოკოთხებლით მაცხეო და ახლა იმასაც ვზავ ჩვენ ახლა ტერს ხო ძალიან რთული არის ახლა ესე მარტივი არ არის ქრისტიანობა მაგრამ ახლა ამას თვითონ უფალი გვეუბნება ხო თავისი პირით და თუ გინდა რომ გადავრჩეთ და ცხონდეთ, მაშინ ესე უნდა მოგეთ უფლის მცნებელს ეს არის თავარი და იქ რა ვიცი. თორე ვინმე მართალზე არ ვამბობ, მე მართალი არავინ არ არის. არ ჩვენ არ ვართ, მაგრამ ამ ქვეყნად ნახეთ ერთი მართალი. არ არის გამორიცხული ჩვენ საქმეში მართალი ვერ ვიქნებთ, ყოველთვის ვიქნებთ სუბიექტურები და ყველასი მესმის, რა თქმა უნდა. ყველასი აბსოლუტურად სახში რომ ვიღაცა უფროსია, ისიც თავისას იტანს და სიტყვაზე რაღაცა აი ყველა ერთმანეთს აუცილებლად ჩაგრავს. უბრალოდ რაღაცა მომენტი აი რომ ეს შენი ყველაფერი გვერდზე უნდა გადადო, როცა ეხება ადამიანს. მეტი არაფერი განა ვინმეს ვიცა. უბრალოდ აი რა არის მართლა ჭეშმარიტი ქრისტიანობა, მაგას ამბობს მამაო და მაგაზე გვინდოდა რომ გაგვემახვილებინა ყურადღება და სხვათა შორის ერთი კაი ადამიანი ყავს აქ სტუდიაში რომელიც ალბათ დაიღალა ჩვენი სმენით ხო და თუ შეიძლება შენ რას გვირჩევ აი როგორ უნდა იმას ვქნათ ალექსანდრე როგორ უნდა მიუდგეთ ამ საკითხს რომ ერთმანეთი რომ გავიტანოთ აი რითი შეგვიძლია რომ დავეხმაროთ რა არის თავარი ადამიანისათვის ადამიანისათვის თავარი არის რა თქმა უნდა როცა ადამიანი ლოცვა დარწმენა ესული რამე ადამიანს თუ არა გაქვს რის გამოცოცხლობა აი ერთი მიზეზი ვერ დაასახელება ადამიანი რა ადამიანს თუ დადიღატაზეს თუ რა თქმა უნდა რწმენით ახლა შეიძლება როგორც თქვა მომავალ აი ერთი შეიძლება ახლა რაღაც ვიღაცა იყოს არამორწმუნე ქრისტიანის და იმის და უცებ ორწაში ჩვენზე მორწმუნე გახდეს აი ორ წამით შემოადგას ფეხი და ჩვენზე მორწმუნე გახდეს და რა თქმა უნდა ლოცვით დაეხმარები რწმენი და ლოცვით რომ დაეხმარები ადამიანს შეყო იცი ლოცვა აუხსნი მის შინაარს და
ისედაც ლოცვის დროსაც მადლი მოდის ადამიანს, ლოცულობა შეუძლია რომ რაღაცა მადლი არ იქცნო და რაღაცა არ გიხაროდეს გული რაღაცა გულში და სიღრმეში, რომ აი მე ლოცულობ და რაღაცა არ კონდეს, რომ ღმერთმა მოგცა იმის შესაძლებლობა, რომ შენ ილოცო ამ ქვეყანაში და რა თქმა უნდა იმ ლოცვით და შენ რო გეწოდდება უკვე რამხელა მადლი აქვს და რამხელა წვენა მოდის, რა თქმა უნდა ყველას დაეხმარები და ასე ვთქვათ ერთნაბიჯს გადაადგმევიდებ შენი იმით ადამიანს რწმენისკენ და უფრო მიაახლოებ. და სხვაზე რო ზრუნავ, ხო ეხა აი ადამიანები არიან, მაგალითად ცხოველები გვიყვარს რაღაცა და როგორი ახლა სხვა ადამიანზე რო ზრუნავ, ხო ეხა დავიჯერო რომ ნებისმიერი ცხოველი ვისაც ყავს სიტყვაზე, იმის იქითკენ ნებისმიერ ადამიანს არ ნებისმიერი ადამიანი არ ჯობია მათ და რო ვიზრუნოთ ეხლა ცხოველს აი ქუჩაში რო გავდივარ ხოლმე ხან ძაღლი შემეცოდება ხოლმე და შეიძლება ვიღაცა ადამიანი ისე ჩაუვა რომ არ შეგეცოდოს და რატო? ისიც ხო ცოდოა, ხო? თუ მტერი იქნება თუ ნებისმიერი ის, ხო? აი ამ შემთხვევაში აი აქ რა არის საჭირო თუ შეიძლება რომ აი შენი ხედვით რო გითხრა რა? აი რა თქმა უნდა, როგორ თქვენ გქით რომ აი ადამიანს შეიძლება არ შემეწოდოს, მაგრამ ცხოველი აი გინდა ადამიანი და ცხოველი შეადარე. აი რო იძახიან რომ ეს ცხოველი ადამიანი, აი როს ძულს ასე ვთქვა ცხოველები. აი შენს ეხლა შენ რო გითხრა, აი შენ ვიღაცაზე ან რავი შენ ეს ძაღლზე ხო გაგიჟდები რომ ეს შენზე როგორ ძახი. ისაც ხო ძაღლი, ისაც ხო სულდგმულია. აი რამდენი ის არსებობს, აი ძაღლს ადამიანი გადაუჩენია რამდენი ის აქვს და ამას ადამიანი ვერ ხედავს. რა ისაც ცოცხალი არსებაა და აი იმას რომ არ შეუძლია რაღაცა ისეთის გაკეთება რაც ადამიანს აი ვერაფასებენ ასე ვთქვათ და ეს რა თქმა უნდა როგორც შენი ახლობელი გიყვარს ისე უნდა გიყვარდეს სხვა, იმიტომ ისაც ადამიანია და ისაც ადამიანია ვიღაცა ღმერთი შვილია და ორი ყველა ღმერთი შვილები რა თქმა უნდა და მით უმეტეს არ უნდა გძულდეს და ვინც არ გინდა იყოს არ ის ადამიანი არ არსებობს ვინც ღმერთი შვილი არის ყველა ღმერთმა შექმნა და ამ იმით რა თქმა უნდა არ უნდა გძულდეს ადამიანი და არ უნდა გქონდეს ის რომ ეს ცხოველი ეს არის ყველა რა თქმა უნდა გიყვარდეს თანაბრად აი როგორც ელემენტარული შენი ვიღაცან გინდა შენ დედმან გიყვარს ისე სხვა ადამიანები არიან ისინი ვიღაცა სხვა არსებები არიან არა ისე ღმერთი შვილები არიან და ქუჩაში რომ გავილი და ვიღაცას დაინახავ ისინი ღმერთი შვილები არიან და ისინიც უნდა გიყვარდეს და არაფერ და უნდა გამოარჩიოს არის ისე რომ აი ეს როგორ დავაწალოთ თავს აი მაგალითად ძალიან რთული არის ახლა რომ სხვა ისე აი ხა სხვა ადამიანი მოვიდეს და მიყვარდეს ისე როგორც შენ ან მამა ექვთიმე ცოტა რთული არის თან მტერი როცა არის წარმოიდგინე იცი რომ არ უყვარ ხარ რა როგორია ხო აი როგორ უნდა იმას ვქნათ აი ეს როგორ უნდა შეხა წეგან კითხვი რომ ღმერთი შვილი არის და ის უნდა გავითვალისწინოთ მაგრამ აი რაღაცა ლოცვა აი რა უნდა დავაწალოთ თავს რომ აი ამ იმას მოუგოთ იმიტომ ძირთად ეს გვიგებს ჩვენ რომ ამ ზიზღმა ჩვენ მოგვიცვა ისე რომ სხვა ადამიანი ჩვენთვის არაფერი არ არის კი არა მისი ჭირი რო გაიგო შეიძლება ისე გაატარო რომ არც არაფერი აი როგორც ეს მომავალს ვთქვა რომ მტერი უბალმა იძახის რომ მტერიც უნდა გიყვარდეს რომ აი გაცაი რომ ადამიანის სიძულვეში ასე ვთქვათ ბევრად ადამიანში რაღაცა მეფობს სიტყვას ვთქვათ რომ რა თქმა უნდა მეფობს და ეს არის ძალიან რთული და რა თქმა უნდა ადამიანი უნდა გიყვარდეს იმით რომ უნდა დააძალო თავს რომ აი ადამიანს გინდა აძალე თავს აი თუ არ გიყვარს აი გინდა სიტყვი დაღიარე თუ არ გიყვარს არ გიყვარს ადამიანი მაგრამ ახლა ადამიანს უნდა წარმოიდგინოს შენ ვიღაცას მაგალითად აბა წადი და გაიარე და სიტყვის თქვა შეხვდი და შეგიყვარდა ვიღაცა ხო ისა თუ არ გიყვარს ისაც ხო ადამიანი ისაც ხო შეხვდა ან მაგალითად შენი ახლობელი აიღე ის ხო გიყვარს ისა თუ არ გიყვარს ისაც ხო ადამიანია იმასაც ხო თანაბარი ასე ვთქვა აზროვნების უნარი და ყველაფერი გაკეთება ისაც ხო სულდგმული არსება და ისაც ხო ღმერთი შვილია ну ტერის ახლა ტერისთვის რო შეხედო ჩვენ ვართ ტერისთვის და ტერი ჩვენთვის არის ტერი ხო ჩვენ მტრები ვართ ხო ეგრე თუ არ გვიყვარს ახლა ხო ძალაუნებურად ხო ლოგიკურად აი ახლა ჩვენი მტერი რო იყოს სიტყვა ვთქვათ ვიღაცის შენი ახლობელი სადღაცა ის სხვა ჯაშია ის ხო გიყვარს ანუ ის შენი მტერი გიყვარს შეთვალე და ეგრე უნდა წარმოიდგინო რომ ყველა შენი ისაა და ეგრე უნდა იმას ეკნა ადამიანმა და
რა თქმა უნდა საქმედაც უნდა აღიარო და არა მხოლოდ სიტყვით, იმიტომ რომ სიტყვა თუ არ არის საქმით როიძაკი ახლა მე უფლის მწარდა ტაძარში დავდივარ. ტაძარში შეიძლება შენ დადიოდე ერთ წელში ერთხელ, ერთ თვეში ერთხელ, ან სრულიად მაგას დავიგანება სრულიერო. სულ ტაძარში დადიოდე ასე ერთად არა. ეგაც ხო რაღაცა ისაა რომ ესე თქვა სიტყვას ისეთი ძალა აქვს რომ სიტყვასაც გააჩნია რომ ახლა რო ვთქვი რომ ტაძარში დავდივარ გააჩნია შენ როდის დადიხარ ასე ხშირ დადიხარ და საქმე თუ აღიარებ. ხო. სიარული არის აი სულ დადიხარ და მაგას გააჩნია ახლა როგორი გულისხმობ ჩემს ესე თქვა და სიტყვა ამ ფორმით არის კარგი გამოსაყენებელი. ლოცვას რა ძალა აქვს, მაგრამ აინტერესებს და აი თუ ყოფილა რომ აი ლოცვით ძალიან ბევრ დახმარები ხარ ან აი ლოცვას შენ ცხოვრებაში რაღაც შეუცვლი. ძალიან დიდი ძალა აქვს, იმიტომ რომ აი რამდენი შემთხვევა ყოფილა რომ აი ლოცვას გადაურჩენია ადამიანი, აი კიდიც აი რომ ბალე როკორნავდა 4 დღით და ლაზარე რომ განაკურნა ლოცვით წარმოიდგენთ როგორ უნდა იმას ქნა რომ რა თაში ის არის ყოველ ასე ვთქვათ ყოველ ნაბიჯზე ლოცვა არის გამოსადეგი და ლოცვასაც კონდეს დიდი ძალა აქვს რომ აი ლოცვა არ არსებობს ძალის გარეშე ლოცვაისთვის არა რომ დაგეხმაროთ და მასაც რაღაც ძალა აქვს და ეხადაც ვთქვი რომ ლოცვისგან მოდის მადლი თქო და ეხლა თუ რაღაცას თუმცა ეს ძალა არ აქვს სიტყვა ხო ვერ მოვა მისგან ეგრეა თუ ლოცვას ძალა არ აქვს მაშინ მადლი რანაირად მოდის ეს ისაა რომ ესე იგი მასაც მადლი აქვს და რა თქმა უნდა ეს ლოცვა არის პირველი რასაც ვთქვია და ლოცვის გარეშე ადამიანი ვერაფერს რაც არ კიდე გავიგონო ვერაფერს ვერ გააკეთებ ასე ხო და ზუსტად აი ყველაზე მაგარი როიძაკია რომ აი წამალი ვერაფერ ვერ დაგეხმარება ლოცვა ისთვისაა იმ წამალს რა და გაუვა გაფუჭდება შეიძლება უარგესიც იყოს და ლოცვა როდის გაფუჭდება ვა და გაუვოდეს მე არასოდეს აუ რა მართალსავ და რა მაგარსთან ძალიან მაგარი ჩემი ყველაზე მაგარი სტუმარი ხარ ძალიან დიდი მადლობა მართლა ის სასწაული რაღაცები თქვი და აუცილებლად აი მინდა რომ რაღაცა ის ყოველთვის ესეთ განწყობაზე იქნები ვიცი და სულ ყოველთვის მოგიწევ ხოლმე იმიტომ რომ აი ესეთი მაგარი ხარ და რა ვიცი აი ჩემს მე რომ ესეთი ხალხი რჩება ძალიან მაგარია რა დიდი მადლობა ალექსანდრე აუცილებლად კიდე გადმოვალ შენთან რომ მამავს მაინც ვკითხა უცბად ორი სიტყვით იმას და ბოლოს ჩვენ დავასრულოთ ხო კაი ეგრე გავაკეთოთ მაშინ და მამაო თქვენ როგორ ვფიქრობთ რომ აი რამხელა ადგილი უნდა ეკავოს ჩვენ ცხოვრებაში იმიტომ რომ აი სულ ყოველთვის არის ხოლმე რაღაცა აი ქუჩაშიც რო დადიხარ იქაც სულ უნდა გახსოვდეს უფალი ანუ უფლის გახსენება არის ლოცვა ფაქტიურად. რა თქმა უნდა, გიორგი, ახლა იგივე მოდის შეავადრება მიწის ცხოვრებაში ადამიანი ერთმანეთი ურთიერთობთ. მეტყველებით, ხო? ახლა რაღაცა მჭირდება უნდა მოვიდეთ თქვენთან და გთხოვოთ, ხო? ეს მჭირდება. რა მაგარს. ახლა ეს არის ლოცვა, ლოცვა უფალთან საუბარი, ხო? უფალთან ჩურჩული ამას ბრძანებენ მამები და იმიტომ რომ უფალთან ურთიერთობის საშუალება არის ერთ-ერთი ლოცვა. ხო და ლოცვით ვითხოვთ, რაც მჭირდება სულიერ კუნებას ლოცვით ვიღებთ მადლიც რა თქმა უნდა ლოცვით მოდის თვითონ უფალმა მოგწამის მაგალითი ხო როდესაც სახარებაში რამდენი ხო ადიოდა ლოცულობდა აბა ყველაზე უმძიმესი წუთების წინ ვიდრე შეიპყრობდნენ გეცემანის ბაღში მიდის ლოცულობს და ესე იგი სისხლად ჩამოდის ოფლი ხო და ეს რატო აკეთებდა ამას ახლა ის ღმერთი იყო ხო და ეს ჩვენ ეს მოხდა მაგალითი ამის ხო იგივე მოციქულები და ეკითხებიან ხო რომ გვასწავლე ლოცვა და ასწავლეს მამაოჩვენოს ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საუფლო ლოცვა ხო ყველანაირად ჩამოყალიბებული ასე ერთი მაგალითს მოვიყვანე როცა ბრუნდება თაბორში და მოციქულებთან ერთად და მამას მიყავს ეშმაკეული შვილი რომ ეუბნება რომ მოციქულებმა ვერ შეძლეს მის განკურნებაო და მაცხვარი განკურნავს და რო კითხავს შეეკითხები მოციქულები თვითონ რატო ვერ შეძლეს უსაყოდროს ურწმუნების გამო და მე იქვე ამბობს უფალ აი ეს ნათესავი ეს არის ბორდი ძალო ლოცვისა და მარხვის გარეშე ვერ გავანო ლოცვა და მარხვა ეს არის უმთავრესი თავი ღერძი ასე ვთქვათ მართლმადიდებლობაში ამის გარეშე შეუძლებელი ადამიანი არსებობს იმიტომ რომ ნებისმიერი რაც კი ხდება აი ტაძარში ღვთისმსახურებისა წუხრი სისხარი ლიტურგია ეს ყველაფერი ხო ლოცვა არის ხო საკითხები რომელიც იკითხება და ეძღვნება ამ თუ დღესასწაულს წმიდას
ეს ერთგვარი ის არის ხო შეხსენება ამ ყველაფრის რომ თავარი მისიის ადამიანისა რომ ჩვენ ვიცოდეთ რომ ვინ რა ესე იგი ამაგი გაწევს ჩვენს მიმართ რა რომ ვიცოდეთ იმიტომ რომ თუ არ ილოცეთ იმიტომ ეს ოქროპრი ამბოზე სხვა მაინც ეს ლოცვა და მარხვა ის არის ორი ფრთავ რომელსაც შეუძლია ადამიანი მიწიდან აიყვანოს ზესაში ამის გარეთ თუ არ ილოცება თუ ფარს არ ესაუბრო ის არ მოგისმენს ხო ეხლა მე რომ სხვა ენაზე დაუწყო საუბარი ეხლა სხვა ეროვნულ წარმომადგენლებს რომელიც არ ესმის ქართული ხო ის რას გაიგებს განუფალს არ ესმის განუფალმა არ იცის ის ყველაფრის უწოდება და ჩვენ შინაგან ხარეს ხედავს მაგრამ მას უნდა რომ ჩვენ აი წელს თქვი რომ თავდაბლობა გამოვიჩინოთ მორჩილება გამოვიჩინოთ ასე მიიღოთ და რომ თუ კი განუწყვეტლად ილოცებით ამას გვეუბნება ხო სადაც დავდივართ ტრანსპორტშია ეს მოკლედსაც აი ყველაფერს მნიშვნელობა აქვს აი შეიძლება უფალო შემიწყალე თქვა ადამიანებმა და ეს უფრო მიუვიდეს უფრო თელი თუ ამას არსებით იტყვი თელი წვენით იტყვი და ვიდრე დაუშვათ ზოგი დადგება და რაღაცა გარეგულად ყველაფერს ასრულებს მთელი კანონებს მაგრამ ძალიან რთული არის ამ დროს აი რატო არის ამ დროს მოდის საშინელი ბრძოლები გონება გაფანტულობა შეიძლება ისე ჩაათავო ლოცვა რომ აწერებს ამოიკითხებს კი აიგო ადამიანმა ხო ხშირად ეს ბრძოლებიც არის ხო და ეს აი ეს არის სწორედ ნიშანი იმისა რომ ამ დროს მოდის ყველაზე დიდი თავდასხმა ჩვენ ტერიას თქვა რომ უნდა რომ ადამიანი უფალთან ის რომ ადამიანი დროს უფალს ესაუბრება რომ აი შეუშალოს ხელი არ მიუშვას იქამდე ხო და რაც მეც მოინადირებს როგორც პეტრე მოციქული ბრძანებს ყოველს მდგრიმავი ლომიო დადისო და ეს ეძებს იმას რა ქვია მსხვერპლს არა ეს ეშმაკი ხო და რაც მეც მოინადირებს მისი მიზანიც ეს არის ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ როგორც აი წმინდანი მოგაკეთე ხლა აი მარიამ მეგვიპტელი მაგალითად ესე ის ერთი უნება რომ დაეძლია მთელი წლები დაჭირდა აცლეულები ეს და ხლა ის მიაღწია სულიერებისათვის და რითი მიაღწია ლოცვით თავდაბლობით, მარხვით და საკუთარ ცოდვებზე ტირილით, ხო? და როცა ადამიანი ხედავს ადამიანს, ღმერთი ხედავს ადამიანს შინაგან მხარეს და სინანულს და ეს შედეგიც უკვე აღარ აყოლებს და ამიტომ რომ ზოგმა ის როიცის ხომ გიორგია ღმერთმა ზურგი გვაქცია, მიგვატო ღმერთი რო შეიძლება მიგვატოვოს ზურგი გვაქციას. ეხლა ის ხო სულ სიყვარულია, სულ სიკეთეა. ჩვენი ცხოვრების წესით ვაქცევთ მას ზურგს, ჩვენ ანუ ძალიან თქვენ ასეთ როცა იქნება მეორე მოსვლა, ხო? იქ განაჩეს ჩვენ გამოვუწევთ საკუთარ თავს თვითონ. ჩვენ ცხოვრებიდან გამომდინარე, ხა რასაც გვეტყვის უფალი ხა როგორ უნდა შეეწამდეგო, რო გეტყვის რომ არ დადიორი, არ ლოცულობდი, არ მარხულობდი, ყველაფერს იცლიდი გარდა დაუშვათ სულის ხონებაზე ფიქრისა. დაპასუხი უნდა გავცეთ იქ და რა უნდა ვთქვათ. ასე რომ ეს არის უმთავრესი, ამის გარდა შეუძლებელი, ეს არის მთელი რა ვთქვათ ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მართლმადიდებლობაში. დიდი მადლობა მომავალ და აი ბოლო ის რაღაცა ძალიან ცოტა დრო გარშა სამწუხაროდ ჩვენდა და კიდე რას გვეტყვი აი ვიც ადამიანები არიან ხა ბევრი ადამიანი გისმენს და რაღაცაერთ აი უნდა თუ რაღაცაერთ ისე გულით და რაღაცა უთხრა რაღაცეები და აი რას აკვირდები ხოლმე შენ და აი რა შეიძლება რომ გაითვალისწინოს სხვა ადამიანმა ვაზრენდა აკვირდები აი ამას ასე ვთქვათ ულოცველობას ასე ვთქვათ და ტაძარში არსიარს აი ასე ვთქვათ მოდებული არა ეს ისე რომ ვერავის ესე ვერ ვიტყვი ვერც გარშე ადამიანს ესაც შეიძლება რომ ასე ვთქვათ აი გახშირებული ვით არა ეს ტაძარში სიარული და აი რო არ უნდა ვიარო იქნება ეხლა მეძინება მე წავალ ესა ისა აი მე რომ მოვაკვა მეორედ ვეშლო უფალს ეტყვი რატო რო გიტყას რატო არ წახვედი უფალს ეტყვი მეძინებოდაო ხო გასაგებ პასუხს აი და თქონდა და იმას ადამიანი კიდე რა მოგვეკითხება თუ შეიძლება რომ რა თქმა უნდა მოგვეკითხება ეს აი ყველასთან შენ როგორ ეს ჩვენი ცხოვრების დავალება ასე ვთქვათ აი როგორც რაღაც დავალება გაქვს ცხოვრებაში ეს არის ცხოვრების დავალება რომ აი უბალრამეს თოს გთხოვს ну ქრისტიანობა კი რთულია მაგრამ რთულია რომ ტაძარში წახვიდე ილოცო და წვენით იყო ეს არ არის რთული და არც არის შეუძლებელი კი არის რაღაცები რთული მაგრამ შეუძლებელი ხო არ არის ქრისტიანობა ზოგი რაღაცები არის რაც არის რთული მაგრამ შესაძლებელი ესე არის ზუსტად ლოცვაც და ტაძარში სიარულიც და აი ზუსტად თქვა რომ მომაც რომ აი რა პასუხი ჩამოგიძლია უმარხველობა და ესეთი ისენი რომ ტაძარში რას ეთქვია რა პასუხს გასცემ ნაი ვერობასაც ვერ გასცემ შეიძლება იქნება რომ უბალი რა თქვა რასაც თქვი ადამიანი აი ბოლო წვეთამდე გიცდის რომ მიხვიდე ტაძარში გაგეხნოს გონება ასე ვთქვა და
და ესაც ის მადლობა უნდა უთხრათ უფალს, რომ ეს გვიცდის და პირიქით, როცა რამე გასაცდელი იქნება, მადლობა უნდა უთხრათ, რომ ესაც ჩვენთვის აკეთებს, რომ ჩვენც რო გარდაიცვლებით და ღმერთო ყველა დაიბაროს. აი ჩვენც ესე არ მოგვიტეს და რამდენი ადამიანი გავიგია, რომ აი ვიღაც გარდაეცვალა, რომ გასაჭირი მოვიდა და უცებ მე გაახსენდა უფალი, მე ასე ვთქვათ, მე გაღვივდა მის გულში უფალი და მის მახშორობაში და მე ასე ვთქვათ, გაანათა ყველაფერმა და აი თუ ყველას უჩვენდი რომ ტაზაში არანი, იმიტომ რომ მე პასუხს ვერ გასცემ, აი როგორც რაღაცა ტესტი გაქვს, ხო სიტყვას ვთქვათ, რაღაცა ტესტსაც წერ და რაღაცა თუ პასუხი არ გაეცი იმას ის ვერ დაგელოდება ხო ტექსტ პასუხს თუ ვერ გაეცი დროიწურებას ის ხო თავის შედეგს გამოიღებს და როგორც ასე რაღაც საკანები სადღაცა წასვლა ეს ხო თავის შედეგს გამოიღებს სადღაცა წახვედი ეს გააკეთე ეს არის ქრისტიანობა რა როცა ტაჟაში მიყვა და რაღაც ასე ვთქვათ გაანათებ შენ გულში ეს უფლის არსებობა და რწმენა და ასე ვთქვათ ესეც შედეგს გამოიღებს არ არსებობს არაფერი რაც ოდესმე შედეგს არ გამოიღებს ეხლა გამართლა ოდესმე გამოიღებს შედეგს და ბევრს გონია ხოლმე რომ ეს გასაცდელი უფალმა დასაჯა და პირიქით უფალი შენ გეუბნება რომ წაი ტაძარში რომ გასაცდელები და ასე ვთქვათ გიბიძგებს ტაძრისკენ და და ყველაფერს უფალს მადლობა უნდა უთხრათ. აი რატო არის შენი აზრით აი ხა იმ ბოლო დროს პრობლემა არის რომ არავინ არ უყვარს რაღაც აი რატო არის ეს უსიყვარულობა რამ გამოიწვია აი ადამიანი ეს როგორ გაცივდა რატომ ეს ყველაფერი გამოიწვია ისე და ისე გზას გვიყვანოს ეს ყველაფერი ტაძრამდე და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გამოიწვია ესე ვთქვათ რწმენის გარშემო ხარ ადამიანი რა აი ურწმუნოებამ რომ აი არ გწამს ღმერთის რა თქმა უნდა შეიძლება გწამდეს ეგ სიტყვით მაგრამ საქმით და რისკიც რა თქმა უნდა გამოიწვია რომ თუ ადამიანი გიყვარს და ასე ვთქვათ ტაძარში ეს სიყვარული რის გამოდის უფლისგან თუ უფლის გჯერა და გწამს რა თქმა უნდა არავინ არ გეძულება და ეს უძულელიც იმით არის რომ აი ვერ უფიქრდება ადამიანი აი თავის გონებას რომ აი ვერ უფიქრდება რომ რა ხელა ის აკროით ეს სიძულილი რის გამოდის ხო რა თქმა უნდა ეს ულოცველობის გამოდის და როცა ადამიანი ლოცვას დაიწყება აი როცა თვინ უფალი ხო არის სიყვარული და როცა სიყვარულიდან მიხვალ სიყვარული ხო პირიქით ხო მოგემატება და არ გაგიქრება და რა თქმა უნდა ეს სიძულილიც არ იქნება ძალიან დიდი მადლობა ძალიან სხვათა შორის ძალიან კარგად დაგვარები მადლობა ძალიან დიდი და ბოლო 3 წუთი დარჩა მამაო თქვენს თუ რამეს გვეტყვით და მე ისე ალექსანდრე ბოლოს დაგვემშვიდობება და ეგ იქნება და მამაო თუ რამეს იტყვით მამაო თქვენს და იმას აი ალბათ ყველაზე კარგი იქნება გიორგი გამოხატოთ მათ მადლიერება უფლის მიმართ მადლობა აი დღევანდელი გაჩუქა გვეძლევენ საშუალება რაც გარკვეული პერიოდი ხომ ეს ერთმანეთს გაუზიარო და ჩვენმა მაყურებელმაც უფრო მეტად გავიგოთ ჩვენი ერთმანეთის გასაჭირი არის როგორ დაუდგეთ ერთმანეთს და ვიფიქროთ ერთმანეთის აი გადარჩენას და წყონებაზე ეს არის მთავარი და ყველაფერში უნდა მადლობდეთ უფალს ამას გვეუბნება პავლე მოციქული გაჭირებაში ხინში იმიტომ რომ ხინში ყველა ეს არის ხო მაყოფილია მაგრამ როცა ადამიანს უჭირს როცა იღუპება ის იცი რომ მიექანება აი ჯურღმულსა აი მაშინ უნდა იმას შეშველება ეხლა რომ დავინახო ადამიანი მაგალითად აი ესეთ უხეში მაგალითია რომ აი თავს იკლავს ხო ეხლა თუ შინა ადამიანი ხარ რომ გადაარჩინო ეს სკამი ხარ რომ გამოაცალო რაღაცა ხო პირიქით ხო და ასე რა თქმა უნდა მონდომებაც აი მცდელობაც კი საწყი უფალი შეიწირავს და ყველაფერი კარგად იქნება მთავარია არ ჩავარდეთ უიმედობა საზოგადოებაში და ყველა ადამიანი ვინც გასაჭირშია ვინც დღეს გასაცდელშია ვინც აი თუნდაც აი რუსეთს დავიწყეთ უწყოეთშია და რატო წავიდა უჭირდა იმიტომ არის არის სიამოვნოს ეხლა და ეს ყველაფერი დადგება დრო და ყველაფერი კარგად იქნება ისე და ჩვენი მონდომები და უფლის წყალობით ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ პირიქით. უღრმესი მადლობა და ალექსანდრე შენც გითხარი, ბოლო 2 წუთია დარჩენილი და
აი რა შეიძლება რომ გააკეთოს ადამიანმა ისეთი, აი რა ვის უნდა ევედროს ან რაღაცა, რომ აი მდგომარეობიდან მძიმე ყოფიდან გამოვიდეს, იმიტომ რომ რთულ დღეშია დღეს ადამიანი. რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არსებობს ამაში მორწმუნეებისთვის, რომ უნდა ევედროს ღმერთს. აი ამაში ორი აზრი არ არსებობს, აი ვერაფერს ვერ იტყვი, რომ უნდა ევედრო ღმერთს, რა თქმა უნდა და ასე ვთქვა და გასაჭირიდან, ეს გასაჭირი ისა ხო უფლის დაშვებით ხდება. ელემენტარული ადამიანს რომ ბრძოლები გაკავე, უფალმა ხო დაამარცხა ეშმაკი და ანუ ასე ვთქვათ უფლის ხელში არა ყველაფერი და ესაც უფლის გამო არის როგორც სპორტსმენი ვერ გაიწვრთნება ასე ვთქვათ თუ არ ივარჯიშა ხო ვერ გავა და ხო ვერ ასე ვთქვათ ხო ვერაფერს ვერ გააკეთებს მოედანზე თუ სადაც ეგრე რაგან უნდა გაიწვრთნა და ადამიანი თუ არ გაიწვრთნა სულიერ ცხოვრებაშიც ვერაფერს ვერ გააკეთებს რას გააკეთებ და ამიტომაც და სულიერ ცხოვრებაში რითი ვიცნებით ამერიკით აი ამ ბრძოლებით რა თქმა უნდა რთულია კიდევ ერთხელ ვიტყვი ქრისტიანობა მაგრამ არა შეუძლებელი ხო რთულია მაგრამ ეს ბრძოლებიც ისაც რთულია და რა თქმა უნდა ეს ბრძოლებიც ჩვენთვის სასარგებლოა ასე ვთქვათ და რაც უფრო ეს იქნება რა თქმა უნდა ეს ბრძოლებიც უნდა დავამარცხოთ ისე ეს ბრძოლებს ისე რითი ამარცხებ ისე უფლის უბალდოთ ხონით და ისე ამბლუწებით და ვერსად ვეღარ ხვალ სხვა ძალიან დიდი მადლობა უღრმესი მადლობა რომ მოხვედით მამაო ძალიან დიდი მადლობა და ალექსანდრე უღრმესი მადლობა რომ ხარ დიდი მადლობა იმისათვის რომ ესეთი აი რაღაცნაირად გვიხარებ ხოლმე ეთერს და ის მადლი და ის სიხარული მოგაქვთ რაც რა ვიცი ჩემთვის უძვირფასესია თქვენი ოჯახი და ყველა თითოეული თქვენი წევრი მოვიკითხავ თქვენი ტაძრის მრევლს მამაო მამა გიორგი თეოდორაშვილის დიდი სიყვარული წინამძღვარს და ყველა იმ ადამიანს ვინც აი ეს ბავშვი რო ესელაპარაკობს ამაში წვლილს იღებს რა თქმა უნდა თქვენ მეუღლეს და რა ვიცი ყველა იმ ადამიანს ვინც ხართ ამ ბავშვის ირგვლივ დიდი მადლობა უღრმესი მადლობა მე კი დაგიბრუნდებით მამადავით ციცქიშვილთან ერთად არ გადართოთ ზუსტად 5 წუთში გავაგრძელებთ ისევ ახალ ეთერს დროებით